ველოსიპედის მოგონება არ გვჭირდება სწორად გაგებულ საკანონმდებლო რეგულაციების გარკვეულ პაკეტს შევქმნით, რომელიც ამ სფეროს დაუწესებს სამართლიან, სწორ განვითარებაზე და ყველა ბიზნესის თან თავისუფლებაზე, არაშეზღუდვაზე დაწესებულ წესებს. ფას წარმოქმნის პროცესში მწარმოებლები რითეილერებთან თანამშრომლობის სამართლიან პირობებს ითხოვენ, ამბობენ, რომ ბაზარი მონოპოლიურია. თამაშის წესებს სავაჭრო ქსელები განსაზღვრავენ. უსამართლო პირობებში კი მწარმოებლები მხოლოდ თავის გადარჩენას ცდილობენ. იმდენად უსამართლო პირობები აქვთ დაწესებული, რომ რაიმე განვითარებაზე, წინსვლაზე კი არა, თავის გადარჩენაზეა საუბარი. მოლარე და დამლაგებელი ერთი ადამიანი ყავთ. ეს რას ნიშნავს? ის თავის თავს ვერ ინახავს, მაგრამ აგერ არ არის მომწოდებელი და მისი ქეშბექი. დაცული იყოს ეკონომიკური აგენტების საქმიანობაში თანასწორ უფლებიანობის პრინციპი. ეს არის ანტიმონოპოლიური სამსახურის მიზანი. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა, რომელიც დღეს არ სრულდება. კომერციულად საინტერესოა პატარა მარკეტში შევიდე, იმიტომ რომ უფრო იაფი მიждდება მაგალითად მოსახურებ, ხო? დაავტოვეთ პროდუქცია გააკოტრდა, იმიტომ რომ გვერდმა რიტეილში გვერდზე მოდერტრეინმა გააკოტრა. იმდენად ერთმანეთის ჭიდაობაში არიან ეს რიტეილები, რომ პირდაპირ მნიშვნელობით მეუნებიან, როცა მივდივარ სასაუბროდ, მეუნებიან მომეცი თქვა X რაოდენობის ფასდაკლება, ვეუნებ ვერ გაძლევ, გააძვირე თვითღირებულება და მე მომეცი ნაკლებად. აი ეს არის პრობლემა. მწარმოებელთა თქმით, ეგრეთ წოდებული ქეშბექის ზედაზღვრის განსაზღვრა აუცილებელია. ისევე როგორც ადგილობრივი წარმოების კონკურენტუნარიანობის გაზრდა, რადგან ფას წარმოქმნის პროცესში გავლენას იმპორტირებულ ნედლეულზე დამოკიდებულებაც ახდენს. ძალიან ცუდია, როცა შედიხარ მაღაზიაში და ქართული არის სადღაც დაბლა მოთავსებული და იმპორტირებულს ექცევა უფრო მეტი ყურადღება თუნდაც განთავსების კუთხით. ესეც პრობლემა არის, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ ადგილობრივი წარმოებას უნდა კონდეს პრიორიტეტი. ქეშბექის მოხსნა არ არის სწორი. ქეშბექის რაღაც დონეზე უნდა შეჭერდეს და უნდა ითქვას ამაზე მეც ვერ დადებ ქეშბექს. ჩემი აზრით ძალიან მაგრად მუშაობდა ქსელურები დაახლოებით 30% ქეშბექზე რომლებია. პრობლემა დასახელდა ქსელური მარკეტების მხრიდან გადახდის პირობებიც, რის გამოც მწარმოებლების განცხადებით ბანკიდან სესხის აღება უწევთ. სესხის პროცენტი კი დიდია. პრობლემა არის გადახდის პირობები. ანუ ჯერ ერთი რომ არ ვიცით როგორ რას გვიხდიან, მერე მეორედ ცოტას გვიხდიან და იწელება ზოგადად. მერე გვიწევს ბანკის აღება, დამატებითი კაპიტალის მოზიდვა. ბანკის პროცენტი ახსენეთ, აი საშუალო პროცენტი რა არის? აი ეფექტურ დაახლოებით 17% არის. 17%. უაღრესად დიდი არის 17%. საპარლამენტო კომისიამ ფას წარმოქმნის ჯაჭვში პირველ რგოლთან მწარმოებლებთან შეხვედრები დაასრულა. მოსმინა 30-მდე მწარმოებელს და 6 ძირითადი პრობლემა გამოკვეთა. ნედლეულის იმპორტზე დამოკიდებულება, მნიშვნელოვანი გამოწვევა ფას წარმოქმნის ჯაჭვში, საოპერაციო ნაწილში მნიშვნელოვანი გამოწვევა არის გაყიდვების და რეალიზაციის ხარჯები არის მნიშვნელოვნად მაღალი. ზემომდგომი სუბიექტს აქვს ბაზრის დომინირების შესაძლებლობა და ეს ანართანაბარ პირობებში გაყენებს თქვენ და ეს პროცესი მისახედია. საკრედიტო რესურსი ძლიერი არის და ეს ყოველივე აწვევა თვითერთღირებულებას. ჩვენი მიდგომა იქნება ის, რომ ადგილობრივ წარმოებას მოვეხმაროთ, გავხაროთ კონკურენტუნარიანი. კომისიის სხდომები მომავალ კვირას განახლდება. დეპუტატები იმპორტიორებსა და დისტრიბუტორებს მოусმენენ. ბოლოს კი ქსელური მარკეტების ხელმძღვანელებს შეხვდებიან.